მოგესალმებით ქალბატონებო. მოკლედ რაღაცა დეგრადირებული ერის თავმჯდომარეს ვტოვებთ ერთმანეთს ეს უკვე დიდი ხანი არის ვიცით ხო, მაგრამ ეხლა ბოლო დროს ისეთი რაღაცა მოხდა უბრალოდ გაუგნებულიც არის და გაუგნებულიც რაღაცა ლიმიტოდ ყლეობა იყო ეს. მეტროში რო ადამიანი გარდაიცვალა მაგაზე მაქვს საუბარი რა. იცი ხო იმას ხო ვიზრ. მეტროში რო ადამიანი გარდაიცვალა რაღაცები რო საუბრობდნენ რომ ანუ მთელიო ეს პრობლემაო ანუ ეს ყველანიო იმის გამო გავჩერდით რომ ისაო ერთი ადამიანი მოკვდაო ანუ აი ბიჭო ეგეთ დროს ფიქრობ ხოლმე რომ მეთქი აი ამ ადამიანის ვიღაცა უნდა მოკვდეს თქო რომ მიხვდეს რა პრობლემებია თქო რა ანუ რა ხელა პრობლემა არის თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილი თქო მაგრამ მე მგონია რომ მაგათი ტიპებიც რომ მოკვდნენ ანუ მაგათი ნათესავები კი არა მაგათი დედები და მამებიც რომ მოკვდნენ ეგეთი ტიპების რა აი ვინც ხვის სიცოცხლეს აფრად არ აკეთებს ხო მგონია რომ მაგაზეც რეაქცია არ აქვს რა ანუ იმენა ეგეთი დეგრადირებულები მგონია ანუ განა რაღაცა ნახევრად დეგრადირებულები კი არ მგონია მარტო სხვებზე ვერ ხედავენ რაღაცას მგონია რომ ვაფშე თავის მამამისი რომ მოკვდეს ადგება და ქელეხზე დაიწყებს ჩალიც რომ აი რაღაცა ცუდად არ გამოუჩნდეთ მამაჩემი რომ მოკვდა იმას არც იფიქრებს რომ მამა გარდაეცვალა და რაღაცა პრობლემა შეექმნა ცხოვრებაში რა ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მგონია ხო და ეგეთი დეგრადირებულები რო ვართ ხო მაგრად ეხავს ანუ ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი გადარჩენა როცა შეგიძლია ადამიანს მით უმეტეს ხო აი რა სამსახური რა შეიძლება ხდებოდეს რომ აი იმ ადამიანს ეგრე ძალიან ეჩქარებოდეს რომ ვიღაცის გარდაცვალებამ შეუქმნა პრობლემა. აი მაგაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ. აი რა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ აი შანსი არ არის. იმენა შანსი არ არის რომ მიხვდე რაღაცნაირად. რომ აი არ ვიცი. აი მაგის ცოლი მშობიარობდა, მაგრამ მაგის ცოლი თუ მშობიარობდა თვითონაც იქ უნდა ყოფილიყო უკვე. არ არსებობს მიზეზი რის გამოც შეიძლება ადამიანმა სხვა ადამიანის ეგრე სიკვდილი ანუ ვიღაცა მაგისიანი უნდა კვდებოდეს მაშინ. მაგრამ ვიღაც მაგისიანი რო კვდებოდეს მეტროში ხო არ ჩავა. ხო? მამაბა. ალბათ არ ჩავა. რა ვიცი, კაროჩე და. ახლა მგონია ხოლმე რომ მე გიჟი ვარ რა. მართლა და სხვები არიან, ყველანი არიან ნორმალურები. მე რო ვფიქრდები ძმაობოძიშვი, ისეთ რაღაცებს ვნახულობ, რომ არა ვარ გიჟი ბოძიშვი. რა ანტეხავს რა. დაჟე აი ვახ გადამივართ. შტატები ცოტა გაფუჭებული მაქვს უკვე. ხო რა ვიცი რა. არ შეიძლება ესეთი ავადმყოფები რო ვიყოთ რა. აი ჩვენი ეგოიზმის ლიმიტი უნდა გქონდეს რაღაცა რა. ეგოიზმი იქითაცაა და იქითაც რა. აუ ვიღაცის სიკვდილზე მაღალი ეგო არო ჩემ ახლა ვერ ხვდები რა რაც უნდა ვილაპარაკო მაგას ვერ ხვდები რა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ პროსტა ეგეთი ტიპი უნდა მიხვიდე შუბსიტყვია დაახალო და წახვიდე და დაიძინო რა ან და არც უნდა დამარხო უნდა ეგდოს სადაც ეგდება რა ის დედასაც ისევეც მე ეგრე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში რომ აი ეგ ტიპი რომ აი ხა ვიღაცა მოკლას მე ეგეთ ვინც მოკლავს იმის არც უნდა დაიჭიროს ნო იმას ცუდი საქმე არ გაუკეთებია ზო ეგეთ დედამოტყუნო რომ მოშორდა დედამიწას ეგ კაია. ყველა სოციალი ბეტმენი რო იძახდა ხოლმე ისა. კლეს თუ მოკლაო. ვა, ეშუ. ბეტმენი რო იძახდა. აუ, გასაღები წამჩა. ბეტმენი რო იძახდა. კლეს თუ მოკლაო, კლელების რაოდენობა დედამიწაზე არ შეიძლება. ხო იცით? მე შედედა მოტყნო რომ მოკალი 30 კლელი და შემცირდება. ხო, მე მაგას ვფიქრობ, რომ ვიღაცები უნდა მოკლათ რა, მაგრამ არაო არ მოკლათ. ჩვენ გავართ ეს და რავი, არ ვკლავთ. არჩი წავედი რა. ეგეთ დეგრადირებულ ყლეს თუ ნახავთ, ჩემგან სახეს ჩაარკვეთ. ნახ ვერ გავთში.